გიფიქრია, რატომ ამოგიგდო ეს ვიდეო მაინც და მაინც ახლა. იქნებ იმიტომ, რომ სამყარო მზადაა დაგეხმაროს. მოდი ყველას დაგამშვიდებთ. ოღონდ მართლა, გულწრფელად. ჯერ ერთი კარგად ამოისუნთქეთ და ეს დაჭიმული მხრები დაუშვით. ისეთი დროა, დილას რომ იღვიძებ, უკვე დაღლილი ხარ, ტელეფონს დახედავ და გონია რომ მთელი სამყაროს დარდი შენს მხრებზეა. ცოტა იუმორით შევხედოთ ამ ყველაფერს. აბა სხვა რა დაგვრჩენია. ხანდახან მგონია რომ ცხოვრება ერთი დიდი კომედიაა, ოღონდ რეჟისორს სცენარიერია და ჩვენ დაგვტოვა შუა სცენაზე დაბნეულები. არა უშავს. თავარია ამ სპექტაკლში საკუთარი თავი არ დავკარგოთ. ახლა კი ნება მომეცით, ცოტა ხნით ვიქნები თქვენი ფსიქოლოგი. ოღონდ ისეთი არა, სავარძელში რომ ზის, საათს უყურებს, როდის გავა დრო, რომ კარებისკენ მიგვითითოს და მანამდე კი შიგადაშიგ ჭკვიანურ ტერმინებს ისვრის. დამიჯერეთ, არი ფიქროთ ამაზე ასე გაშტერებით. ეს დარდები და შიშები გავს იმ აბეზარ მეზობელს ყოველდღე რომ შემოდის მარილის სათხოვნელად და მერე 3 საათი აღარ გადის. ნუ გაუღებთ კარს, ნუ ატრიალებთ ამ ნეგატივს თავში როგორც გაფუჭებულ ფირფიტას. პირადად მე ასე მგონია. მეც ყოფილი ვარ შენნაირად. ზუსტად იმავე ჩიხში, სადაც მეგონა რომ სამყაროსგან შორს ვიყავი და გამოსავალს ვერ პოულობდი. არ ვარ ანგელოზი, არც წმინდანი. მეც გავბრაზებულ ვარ უმიზეზოდ, მეც დამიყრია ფარხმალი და მithქვამს, რომ აღარაფერი გამოვა მეთქი. მაგრამ ნახე, აი აქა ვარ. დამიჯერეთ, არსებობს გამოსავალი. ყველაზე ჩახლართული სიტუაციიდანაც კი ყოველთვის არის ერთი პატარა ბილიკი, რომელიც სინათლეზე გაგიყვანს. ნუ იქნები უიმედოდ. უიმედობა ყველაზე დიდი ტყუილია, რასაც შენი გონება გეუბნება, როცა დაღლილია. ღმერთს ენდე, მიენდე იმ დიდ ძალას, რომელსაც შენზე უკეთესი გეგმა აქვს. ხანდახან ცხოვრება იმიტომ გვარყევს, რომ ზედმეტი მტვერი ჩამოგვაფერთხოს. იპოვე მეგობრები და ესაუბრე. ნუ ჩაიკეტები შენ ნაჭუჭში. თქვი გადმოღვარე, გაუზიარე ვიღაცას ის, რაც გულს გიკლავს. მარტო დარდი ორმაგდება, გაზიარებული კი ნახევრდება. მეგობრები არ ყავს, მე რისთვის ვარ? დაიწყე აღიარებით. აღიარე საკუთარ თავთან, კი, ახლა მიჭირს, ახლა მეშინია და ეს სრულად ნორმალურია. როგორც კი ამას ხმამაღლა იტყვი, დაინახავ როგორ დასუსტდება ის შიში. არ დაეცე, და თუ მაინც დაეცი, იცოდე რომ მან დარჩენა არ შეიძლება. წამოდექი მუხლებიდან მტვერი ჩამოიფერთხე, ერთი კარგად გაიცინე შენს მარცხზე და წინსვლა გააგრძელე. დამიჯერეთ, ჩვენ ყველანი ცოტათი გატეხილი ადამიანები ვართ, მაგრამ სწორედ ეს ნაპრალებია ის ადგილი, საიდანაც სინათლე აღწევს ჩვენ სულში. მე ასე მწამს, ხვალინდელი დღე აუცილებლად მოიტანს იმ სიმშვიდეს, რასაც დღეს ასე ვეძებთ. უბრალოდ გაუძელით, გაიღიმეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენ იმაზე ძლიერები ხართ, ვიდრე ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ახლა თქვენ წინაშეა. დამიჯერეთ, ყველაფერი კარგად იქნება. უფალ ძალიან უყვარხართ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა სიკეთისა და სიმართლის გზაზე გატაროთ მუდამ.